აბუდაბის რეის გიორგი ბაჩიაშვილი გატაცებული რომ ჩამოიყვანეს. ვისი დაკვეთით შესრულდა ეს რეისი? გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება აბუდაბის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროდან. რიგითი ბორდგამყოლი ვარ თქვენი აზრით, მექნება ეგ ინფორმაცია. მაგრამ თუ ნახეთ ბორდზე უკაცრავად შაბათის ეთერმა დაადგინა მთელი მარშრუტი, როგორ ჩამოიყვანეს ივანიშვილის პირადი მძევალი საქართველოში. შესაძლოა მოწმეები ხართ ამ უმძიმესი დანაშაულს. ჩვენ ბორდგამყოლები ჩვენ გავაკეთეთ ეგ ყველაფერი. დადგენილია თვითმფრინავი, რომლითაც საიდუმლო რეისი შესრულდა. ავიაკომპანიის პილოტებს ახლა სუსი აზის, რომ რამე არ წამოწდეთ. ვისი მითითებით გაითიშა ნავიგაცია? თბილისიდან აფრენისთანავე თვითმფრინავის სანავიგაციო სისტემა გათიშეს. ფრენა ბოლომდე საიდუმლოდ რომ დარჩენილიყო. ჩვენ გავშიფრეთ რადარის არაერთი ჩანაწერი და ვიპოვეთ სხვა საიდუმლო ფრენებიც. 2 დღით ადრე ისის შეკვეთით და სად დაფრინავდა საეჭო ბორტი იყვებით 8 საათზე. ფრინავს უთხრა ვიღაცამ რომ გაეთიშა ეს ფრინავის გარეშე ამის გაკეთება წარმოუდგენელია. აბუდაბის სასტუმროდან გატაცებული ბაჩიაშვილი კაფსულა მანქანი თვალახმეული გადაჰყავდათ, რომ არ სცოდნოდა სად იქნებოდა ბოლო გაჩერება. თვითმფრინავში სუსის თანამშრომლებმა საბედის წერო შეცდომა დაუშვეს. თავზე ტომარა მოხსნეს და ახლა ყველა სამოცნობა შეუძლია, ვინც მის გატაცებაში მონაწილეობდა. კი, რა თქმა უნდა, ამოიცნობს. ტყუილია წითელი ხიდის სადახლოს და მწვანე ზონის ვერსიები. გატაცებული ბაჩიაშვილი პირდაპირ თბილისში ჩამოიყვანეს. ის სამთავრობო გასასვლელით სუსმა გამოიყვანა, რომ მგზავრებს გატაცებული კაცი არ დაენახათ. გატაცებული ბაჩიაშვილი რატომ გამოატარეთ? სუსი რატო აკონტროლებდა? საიდან გაქვთ ინფორმაცია? ბიძინა ივანიშვილი უკვე ადამიანების გატაცების ორგანიზებაში ამხილებული. დანაშაული საერთაშორისო მასშტაბზე გადის. იარაღით ვაჭრობის 90-იანი წლების სკანდალის შემდეგ ქართულ ოლიგარქს ახალი მძიმე ბრალდება დაეწია. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება რაზე? მწვანე ზონაში როგორ აღმოჩნდა? სადაც არ ყოფილა ბაჩიაშვილი. დღეს 8 საათზე გატაცება სპარსეთის ყურიდან. ბაჩიაშვილის გზა აბუდაბიდან რუსთავის ციხემდე. თქვენი ულამაზესი სახლი აღმოვაჩინეთ ლისზე და ამიტომ ჩემი არ არის სახლი, იცით ვიცით. შვილის სახელზე რო არის ვიცი. ვიდრე ხალხის ყურადღება დაკავებებსა და ადამიანების ციხეში გაშვებაზეა გადატანილი, ნახეთ როგორ ხდებიან მილიონერები ქართული ოცნების გუნდში. ასე როგორ შეიძლება გამდიდრდეს საჯარო სამსახურში, როგორც ვიქტორ წილოსანი გამდიდრდა. თუ თქვენ საქმის კურსში ხართ. აღმოჩენილია თბილისის მერის კიდევ ერთი თანაგუნდელის გასაოცარი სასახლე ლისზე, წილები ბიზნესში და ტერიტორიები ლისის ტბის პირას. ეს ჩონება რაც ახლა გაქვთ გქონდათ მერიაში მუშაობამდე? $2000 შევროლეტით მიხვედით მერიაში. ივანიშვილის მსახურებს დიდძალი ქონება პოსტებიდან წასვლის შემდეგ უჩნდებათ. მერიის მაღალჩინოსანი, რომლის გარეშეც სამშენებლო ნებართვები არ გაიცემოდა, უეცრად მილიონერი გახდა. სასახლე არის ისა? არა, მოგრძალებული სახლია. სასახლე არის. მოგრძალებული სახლია გეკითხებით. საუნასაც ყოფ, სატრენაჟორო დარბაზსაც ყოფ, აუზი აშენეთ. ბიზნესის წილები სტუდენტის შვილის სახელზეა გაფორმებული. ცნობილი ბრენდის აქციების ნახევარი მან უსასყიდლოდ მიიღო. პასუხი მჭირდება, საიდან გამდიდრდა ვიქტორ წილოსანი? არსად არ გამდიდრდა ვიქტორ წილოსანს ჰქონდა. არიბია ვიქტორ წილოსანი ახლა? სტუდენტი გვეუბნება, რომ ბავშვებს მათემატიკაში ამზადებს და ბიზნესის მართვაში არ მონაწილეობს. ხელფასიც მაქვს და მოსწავლეებს ამზადებ მათემატიკაში. და ამით ახერხებ, რომ ლისზე ეს სასახლე აიშენო და მიწები იყიდო? არა, ეგეც როგორ გავხდეთ მილიონერების საჯარო სამსახურში, სადაც ხელფასი 5000 ლარია. ნახეთ დღეს საღამოს 8 საათზე კალაძის გუნდის გამდიდრების სქემა. რა საქმიანობთ გაისადა ნავთობის კორპორაციაში? ლუკა კურტანიძე გაზის კორპორაციაში წლიური ხელფასი 10000-ობით ლარი. ეს კურდონიც. თქვენ თანამშრომელია? არ მინახია. ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბო ელექტროსადგურში წლიური ხელფასი 10000-ობით ლარი. ჯამაგერი დიდია? პარლამენტში უფრო მაღალი ხელფასი ქონდათ თუ თბოსადგურში ახლა? ზურაბ ზვიადაური გაფორმებული იყო გაზისა და ნავთობის კორპორაციაში. გაისა და ნავთობის კორპორაციაში რა თანამდებობაზე მუშაობთ? შეგიძლიათ გითხრა? ბატონო 8 საათზე ნახეთ სახელმწიფო კომპანიებში როგორ ასაქმებენ ოცნების ყოფილ დეპუტატებს და ხელფასს ხალხის ჯიბიდან უხდიან, თუმცა სამსახურში თანამშრომლებს ისინი თვალით არ უნახავთ. ზაქრო ქუცნაშვილი მკაცრი დირექტორის მოადგილეა? ვინ?
არ შეგხვედრიათ არასდროს? შაბათის გუნდმა აღმოაჩინა სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებული ოცნების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებიც. Რიტომ დაგასაქმეთ სამხარაძე კორპორაციაში? რო შევიკავო თავი კითხვაზე? გაზისა და ნავთობის კორპორაციის შეფი იმალება ჩიქოვან სარსულს ახსნას, ვისი მოთხოვნით შექმნა ფიქტიური სამუშაო ადგილები. ბატონი ლუკა რა საქმიანობს თქვენთან ორგანიზაციაში? გამოგვიარეთ მე რომ ჩამოვალ. სახელმწიფო კომპანიის შეფი ამის შემდეგ გაუჩინარდა. არ არის არც ფეშენებულურ ვილაში, რომელიც ბეთანიაში აიშენა და არც რეზიდენციაში, რომელიც თბილისის ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში მის სარგებლობაშია. პერიოდულად ლოგისტიკურად დილას მოვიდა, მომიტანა სუპი და წავიდა. დუმინი, რომელსაც ივანიშვილი ხალხის ფულით ყიდულობს. ნახეთ, სად დაასაქმეს საჯარო სივრციდან გამქრალი ყოფილი მეოცნებები. ახლა გომელაურის კორპუსში სწორად მოვედით. დიახ, ეხლა არ ცხოვრობ, სად არის ახლა? ვარკეთილში ოროთახიანი ბინით მთავრობაში მოსული გომელაური თავრობიდან ოფიციალურ მილიონერად წავიდა. ვახტანგ გომელაური მილიონერია? დიახ. მართლა არ ვიცი. გომელაურის და მისი ოჯახის წევრების ქონება 4 მილიონს აღწევს. ეს რაც ვიპოვეთ, იძებნება გადამალული წილები ბიზნესში. მე არავის ბუღალტერი არა ვარ, ვიზას აგროვებს არ ვიცი. ვილა ტაბახმელაში, რეზიდენცია ვაკის სათამბჯენში, სიძის სახელზე გაფორმებული ბინები ზიურსა და გრწანიცის კომპლექსებში. ბატონო ვახტანგის ფილმები არ დამიფლია, მე და არ ვიცი. დღეს საღამოს 8 საათზე ნახეთ რა მიიღო ოლიგარქის დავალებების შესრულების სანაცვლოდ მინისტრმა, რომლის სახელიც ხალხის წამებასა და სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება. როგორ შეიძლება გავხდე მილიონერი საჯარო სამსახურის ხელფასით? დღეს საღამოს 8 საათზე ამ სტუდიიდან ჩვენ გამომძიებელი ჟურნალისტები ტრადიციულად წარმოგიდგენთ შაბათის ომს.